28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა კვლევითი ცენტრი ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები. კვლევითი ცენტრი შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც დაიდო 2013 წლის 29 სექტემბერს ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს პრინციპში გაიმართა პრეზენტაცია, მე ვფიქრობ, ბოლო პერიოდის სამეცნიერო კვლევით მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისა გულისხმობ ქართული ენის კორპუსს, რომელიც მოიცავს ქართული ენის ნებისმიერ ვარიაციას იდეაში მოიცავს ბუნებრივია და დაწყებულია მასზე მუშაობა ფრანკფურტის საიმპერიული ინსტიტუტის დახმარებით და კორპუსმა ბინა დაიდო ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მათ შორის თქვათ საქართველოს პარლამენტის დახმარებითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთაც უკვე გამართული ენის კორპუსი აქვს, რაც ნიშნავს და არის თანამედროვე ყოფნის ერთ-ერთი ნიშანი. საქართველოს მეცნიერებისას ძალიან მნიშვნელოვანი რაიდან იმ სამეცნიერო ფარგლებში შესაძლებელი რესურსები, რომელიც წლების განმავლობაში იქნებოდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოხდა მისი ინსტიტუციონალიზაცია. ფაქტობრივად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე მზრუნველობა ქართული ენის ეროვნული კორპუსის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შემდეგ ეს აღარ იქნება მხოლოდ სამეცნიერო ინტერესების პროექტი, არამედ მას უკვე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიენიჭება სახელმწიფო ერის სამსახურში ჩადგება. კვლევითი ცენტრი გააერთიანებს ქართული ენის ელექტრონულ რესურსებს, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ. მოახდა სამეცნიერო ჯგუფების კოორდინირებას და ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას. ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დაარსებას აქვს როგორც სახელმწიფოებრივი, ისე სამეცნიერო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. ქართული ენის ეროვნული კორპუსის სახით იქმნება ენის, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის ელექტრონული საცავი, რომელიც გააერთიანებს ქართული ენის ისტორიული არსებობის მანძილზე შექმნილ ძველი, საშუალო და ახალი ქართულის წერილობითი ძეგლებსა და უახლოესი ქართული ენის წერილობით და ზეპირმეტყველების ნიმუშებს. ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის შემდგომ განვითარებასა და სახელმწიფო ენის სრულფასოვან ფუნქციონირებას, კერძოდ ენის ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის პროცესების რეგულირებას. მე მზარდ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ გავარი ადამიანების გვერდით და მათ შორის, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ სახელმწიფოებრივ გამორიშვებულ საქმეს აკეთებენ. ესაა ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა, ესაა თანამედროვე ცივილიზაციის თანამედროვე ეტაპზე იმავე მნიშვნელობის მოვლენა, რაც თავის დროზე იყო ამბანის შექმნა, რაც თავის დროზე იყო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნა, რომ დღეს ტექნოლოგიური სიახლეები, ინტერნეტის ეპოქა, გლობალიზებული სამყარო ყველაფერს წალეკვით ემუქრება, თუ ყველა გავმაგრდით და თუ არ ავუწყეთ ფეხი ამ მოვლენებს. და თუ ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენ სამსახურში არ ჩავაყენებთ, მაშინ ეს ტექნოლოგიური სიახლეები სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან ქართულ ენასაც და ქართულ კულტურასაც.